ჩემი პირველი შოკი იყო უბრალოდ ხალხი, ანუ ხალხის იმდენი ვარიაცია დამხვდა და იმდენი ფერი დამხვდა ადამიანების, რომ ცოტა მან ანუ შემეშინდა არა მარტო ადამიანთა ხასიათი და ღირებულებები, არამედ აი სხვადასხვა ასაკი, სხვადასხვა განოცდილებით, სხვადასხვა კუთხის ადამიანები და ამ ადამიანებს უცებ ყველას ყველაფერი წაგვართვეს ჩვენი ანუ ეგ არის მე როცა ვისაუბრებ კარანტინზე, ეგ არის რომ შენ გტოვებენ იმასაც მასალას, საიდანაც უნდა აგაშენონ კარანტინში ესე იწყება პირველი დღეები. შენი ესე ვთქვათ ბექგრაუნდი არავის არ აინტერესებს, შენი წარსული, შენ რა ივინი ხარ, არტისტი ხარ თუ რაღაც აკრობატი არავის არ აინტერესებს, შენ თავარი არის რომ აი ესე ვთქვათ გაგაშლონ სწორი დაგებით ეს პიროვნება და ეს ეგოები ყველაფერი გადაგადებინა გვერდზე შენილებით და თუ რავი დაგალებით და მე დაიწყო თავიანთი ღირებულებების ცდა თუ რამდენად მოერგები ამ ყოველ თუ არ მარგები რა თქმა უნდა უცხო და არ არის შენი ადგილი იმ ოჯახში. ამას მალევე მივხვდით და უბრალოდ ჩემი პირადად აი თორნიკე თვარაძის გაკვირვება იყო და ცოტა ესეთი მანდ უკვე თამად ვეღარძნობ თავს თუ რამდენი ტიპის ადამიანი არსებობს თურმე, იმიტომ რომ მე ძირითადად დავიცან კლასელებთან მეგობარი რომ ეს ჩემი მეგობარი თოთოა მას აქვს პატივი პირდაპირ დაგვეცვა საქმეს სტუდიაში როდიში გაგასწორდა არა და ბევრი ტიპის ადამიანი შეხვდება მოგიწევს კი და ესეც ძალიან მალე დავაგდა, იმიტომ რომ ყველას ჩემი ესე ვთქვათ ყველაზე ესე ვთქვათ მიყვარს ამის ახსნა ერთობა ზოგადად ეს ღირებულება რამდენად მნიშვნელოვანია რაც განმარტებას ხვდა ვიდეოში. ერთობა არის